რა უნებლობა ბიჭო ბავშვი მიხვდება და ვაფშე საერთოდ არ მაქცევენ ყურადღებას რომელი იმაზე ლაპარაკობს საერთოდ რა მაგირო ბავშვებს ცოტა ნუ გეში მისცენ ჩვენ თავიანთ მოქალაქეებს რა მაგის მაგივრად რაღაც სისულელეებზე ლაპარაკობენ რა და გაურბიან ამ მდგომარეობას და კალაძე გამოვიდა და თუ გუგლავს თურმე და არ ვარგაო წამალიო კალაძეს აი ეს ბიჭი რო გამოვიდა 21 წლის ბიჭი დუშენის დისტროფი და მიმართვა რო გააკეთა ბავშვმა რა საწყალმა 5 წელიაო корпуსიდან ვერ ჩამოვედიო და პანდუს ვითხოვ და არ დამიდგეს პანდუსიო ჯობია იმ კალაძემ კარო წავიდეს და იმ ბავშვს პანდუსი დაუდგას ვიდრე აქ რაღაც წამლების იმას რაც არ იცის იმას ილაპარაკოს ქრისტიანები არა ხართ ხო ან ვიცისმეს საერთოდ ქრისტიანი ადამიანები რა ამ ყველაფერს რატო არავინ არ ეხმაურება ერთი ძალიან საინტერესოა რა ქრისტეს მოყვარულები ვართო და ქრისტიანი ადამიანები ბავშვების გადარჩენაზეა ლაპარაკი მაგაზე კარგი რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში რა უნდა 100 ჯერ დაგიდგება ღმერთი გვერდში ერთ ბავშვი რო გადაარჩინო 100 ჯერ მოგივა უფრო კაი ამბები თო რა არის რა გახდა ამის დედავატირე თო არ არსებობს ადამიანი რა რო შვილმა უთხრას და აი ესეთ მდგომარეობაში და რაღაცა არ გააკეთოს შობელმა რა შვილის გულისთვის თავს შეწირავს რა გაგვიკეთე რა ძმაო ცოტა რაღაც დაგველაპარაკე გითხარი რაღაცა გაგვაგებინე რომ ჩვენც გავიგოთ კაცო რაღაცა რა როდემდე ვიყოთ ამ გაუგებრობაში პროსტა გაგვაგებინეთ რა თუ ესე ვიყოთ ღამეები ვათენოთ და ბავშვები მივყაროთ და ან ჩვენ გავცივდეთ ან ჩვენ ბავშვებს რაღაცა დაემართოთ და მაგი მოგეწონებათ კაცო სიტყვა გითხარი თუ აქ არ ვიდგეთ ღამე კაცო არ შეიძლება თუ ეს ცოლები გამოვყაროთ გარეთ იქ ჩვენი ისენი ყველა ჩვენი ახლობლები დავიდგეთ და შევკრიბოთ თუ ყველა ჯარით და მოვიდეთ და ვიყვიროთ თუ რა გავაკეთოთ გაგვაგებინე ხალხო სიტყვა გითხარით სიტყვა ხამდე არ იყო წამალი და ხმას ვერ ვიღებდით ხო ეხლა წამალი გამოვიდა მსოფლიოში და ამ ბავშვებს რა პასუხი უნდა გავცე ჩემ ბავშვს რა უნდა უთრო წამალია გამოსული ძალიან კარგად იციან რა ყველა კომპიუტერთან ძის დღეს და ყველა ინფორმაცია იცის მსოფლიოში რა და ბავშვი მეუბნება ესეთ რაღაცას რომ წამალი არსებობს იცის კაცო ბავშვმა და ჩვენთან არ არის ხება რომ რამე გადაწყდა რამე დედა გითხრეს საშიკეთო საჩვენო აპირებენ შემოტანას პასუხი რა უნდა გასცე ამ ხო და მე პასუხს ვერ ვეუბნები ბავშვს რა ну აი რაღაცა იქნება შვილო იქნება რაღაცა მაგრამ არაფერი არ არის სიტყვას არ გვეუბნება ყობახიძე გეუბნება ერთი სიტყვა არ შეიძლება კაცო გვითხრა აი ვეუბნები პირდაპირ ხო ვართ კაცო ადამიანები კაცები არ ვართ და მოქალაქეები ერთი რა მნიშვნელობა აქვს შენ ეხლა თავრობის თავარი პარლამენტის თავმჯდომარე ხარ თუ მე მოქალაქე ვარ ხო დაახლოებით ერთი ადამიანები ვართ რა მოდი ძმაო სიტყვა გითხარი კაცო რა სიმალებით ვერ გავიგე თუ ძაღლად არ გვაგდებ მაშინ ეგეც გითხარი თუ ძაღლად არ გვაგდებ რა რაღაცა უნდა გითხრათ ძმაო რაღაცა უნდა გაგვაგებინო რა სიტყვა გითხარი გასაგებია თორე არ გავჩერდებით ვერ გავჩერდებით იმიტომ რომ ჩვენი შვილი გვეუბნება რომ რაღაცა მიშველეო იცის რა ხდება მსოფლიოში და ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებ და როგორ ფიქრობ ეხა გავჩერდებით ჩვენ ესე და ესე დავწვევით და ხელებს ესე იმას ვიზავთ დავიდებთ ერთმანეთს თუ რა გავაკეთე რა როგორ ფიქრობთ უბრალოდ გეუბნებით რა აი გადატრიალებაც კი არ შეუძლიათ აი რო დააწვენს ღამეში შეიძლება ერთ 10 ჯერ გაგაღვიძოს ბავშვი იმის გამო რომ გადაატრიალო გადმოატრიალო რაღაცა გააკეთო და არავინ არ გიყურებს მოუ არც ექიმი ყავს არაფერი ეს ექიმის გუნდის შექმნა რაღა გაუხდათ ერთი რა მაგი მაინც ვერ გააკეთეს ამ ბავშვებს 100 ბავშვია სირცხვილი არ არის და მაგარი ტიპები ვარ თუ იძახიან თან 100 ბავშვისთვის ვერ მოუვდათ ექიმი მაინც დაუნიშნო კაცო ექიმი რა არის რომ ბავშვს დაუნიშნო რომ მიხედოს ექიმმა და უთხრას რომ აი შვილო წადი შენ ეს გაქვს ეხლა მოიყვანეთ ბავშვი რომ შევამოწმოთ ესე მე არც ვიცოდი და არც ვიცი არც არასდროს არ უთქვია ექიმს ჩემთვის რამე რა რჩევა რა საზღვარგარეთ წასული ხალხი გამოაბრუნეს რომ კაი ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენ და მაგენი გაგიკეთებენ მაგ საქმეზე და აგერ დგევართ და ეს ვაჟბატონი ჩვენი ეს პრემიერ-მინისტრი სიტყვას არ გვაძლევს თუ სიტყვა არ მოგცა იქ არ ცხენია პროსტა ამ ხელა კაცია და სიტყვა არ მოგცა მშობლებს რომ ბავშვები გვიკვდება რომ ერთი სიტყვა გითხარი ეს დედანატირები რომ გან კი ან არა რა ან გითხარი არა მაშინ მოგვიწერე ხელი რომ წავიდეთ საზღვარგარეთ და იქ მოგცენ მაშინ თანხმობა მაგ ყველაფრის უეთყვით რომ არ ვარ გაის ჩვენი ქვეყანა არ გვაძლევს არაფერს რა წამალს არა ძმაო მაგასაც არ აკეთებენ მოდი მოგვიწერე ხელი რა ქვია პრემიერ-მინისტრს ყობახიძეს მოგვიწეროს ხელი რომ არ გვაძლევენ წამალს და მაშინ მივხედავთ ჩვენ თავებს რა
ესეთი უარგისი ქვეყანა თუ ვართ, ეგრე გავაკეთოთ ძმაო და მე წავალ ჩვენ საზღვარგარეთ მიუტანთ ამ ხელნაწერს, რომ ჩვენი ქვეყანა არ გვეხმარება ამ საკითხში და მე მიგვიღებენ კაცო ბავშვებს უკურნალებენ აბა ამათ არ უნდა ძმაო არ ვარგაო არც ერთი წამალიო პროფესორები აკადემიკოსები მთელი ამდენი მეცნიერებმა ამხელა წამალი გამოიგონეს პირველად ცხოვრებაში ამდენი საუკუნეების მანძილზე რა და ესე იგი დააკნინეს დედაუტირეს არაფრად არ ვარგაო დახმარების მაგირო სიტყვას არ გვაძლევს ეს ირაკლი კობახიძე ეგეთი არაფერი არ მინახია კაცო კაცი არ არის ეს კაცი თუ ადამიანი არ არის თუ რა არის ეგ ვერ გავიგეთ პროსტა რა ადამიანია ეს გადმოგხედოს და გვითხრას სიტყვა კაცო ერთი სიტყვა როგორ შეიძლება რომ არ გვითხრას რა არა ვარ ძაღლად არ უნდა ჩაგვაგდოს მოქალაქეები არა ვარ თუ ვიღაცა უბედურები ვარ თუ ვინა ვართ ვერ გავიგეთ ჩვენ რაღაცა ხალხი ხო ვართ კაცო ჩვენ მოქალაქეები ხო ვართ ადამიანები თუ გადმოგხედე ძმაო სიტყვა გითხარი და კარგად იყავი გაგვაგებინე ან კი ან არა და მორჩება ჩვენი ამბავი რა ძალიან განერვიულებული ვარ ხალხო იმიტომ რომ ეს არაფერს არ გვიკეთებს თავრობა რა ესეთი რამე აქამდე თუ არაფერს არ ვიძახდი კაცო არ იყო ეს წამალი და არაფერს არ ვიძახდი წელიწად ნახევარზე მეტია ალბათ დავდივართ რომ რაღაც ელემენტარულად რაღაცა გაგვიკეთონ რა არავინ არაფერს არ აკეთებს არავინ არაფერს არ გვიკეთებს რა აი ტყილა რა გეტყვიან რომ რაღაცას ვაკეთებ და შო არაფერი არ კეთდება მე რა